მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხედავთ, რომ ამ წუთებში იკრიბებიან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, ვინც თვეების განმავლობაში აქტიურად იყვნენ საპროტესტო აქციებში ჩართულები, ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ქალ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. დღეს მისი პატიმრობიდან გავიდა ზუსტად 1 წელი და მსვლელობით სოლიდარობის მსვლელობით გადაინაცვლებენ სწორედ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების საკანონმდებლო ორგანოსთან. ხედავ რომ აქ არიან მზია ამაღლობელის კოლეგები. პირდაპირ ეთერში ვართ, გვითხარით, თქვენ აქტიურად იყავით ამ პროცესში ჩართული დაკავების დღიდან, კარგად იცით ქალბატონი მზიას საქმე. რა გაჩვენათ ამ ერთმა წელმა, როდესაც ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ იმის დასადასტურებლად, რომ რაიმე კანონდარღვევა ნამდვილად ჩაიდინა დაკავებულმა ქალმა ჟურნალისტმა. მართლაც ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმის, რომ მზია ამაღლობელი გაეშავებინათ ამ პროცესში მთელი 1 წლის განმავლობაში. არ დაიშურეს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში არ გამოვიდა არაფერი. რეალობა ის არის, რომ დადასტურებულია, რომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მოძალადე პოლიციელი ყავთ, რომელიც დააწინაურეს, თურმე დღეს შევიტყვეთ, რომ დააწინაურეს. ადამიანი, პოლიციელი, რომელიც ადამიანებისთვის საშიშია, ეს ადამიანი დააწინაურეს. რას ვითხოვთ ჩვენ ახლა? ვითხოვთ იმას, რომ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი, გაათავისუფლონ ასევე სხვა ადამიანების, რომელიც ასე უკანონოდ ყავთ დატყვევებული. ეს შესაძლებელი არის, რომ რეჟიმისთვისაც იყოს სასარგებლო ეს აქტი, თუ რაც შეიძლება დავარქვათ ამას. რა გვაჩვენა, რომ საქართველოს სამწუხაროდ გადავიდა ისეთ სახელმწიფოების რიგებში, რომელიც გვინდოდა რომ არ ყოფილიყო ესეთ მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლების თვალსაზრისით, სიტყვისა და გამოხატვის უფლების თვალსაზრისით და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც იმას, რომ ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს შეზღუდული და დათრგუნული და აკრძალული, დახშობილი და ვერც იმას, რომ ყავდეს ჟურნალისტები და უბრალოდ სტუდენტები თუ ჩვეულებრივი ადამიანები მოკტავებით ციხეში იმისთვის, რომ მათ რაღაცა განსხვავებული აზრი აქვს, ჩვენ ვერ გავჩერდებით და შევახსენებთ ძალაუფლებაში მყოფ ჯგუფს, რომ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე უბრალოდ ვარსებობთ ფიზიკურად. საპატიმრო დაწესებულებაში ჩვენ ვიცით, რომ აქტიურად უყურებენ TV პირველს. სავარაუდოდ ახლა ქალბატონი მზია ეთერიდან გიყურებთ. რა გექნებათ მისთვის სათქმელი? ჩვენ მათთან ვართ და მათი თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ ყოველთვის, ვიდრე ამ მიზანს არ მივაღწევთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩემგან. არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა უკვე ზუსტად იმ განწყობით, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის და რასაკვირველია, მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი პირადი მსხვერპლის ფასად იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ხედავთ, რომ ეტაპობრივად იზრდება აქ მოქალაქეების რაოდენობა და წუთი-წუთზე უკვე მსვლელობა დაიწყება სწორედ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვყავს დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი და მათ კოლეგებთან მინდა რომ გადავინაცვლო. მოგესალმებით. ჟურნალისტიკა კრიმინალი არ არის, ეს არის შეიძლება ითქვას დღევანდელი დღის შინაარსი და თავდაპირველად მინდა გკითხოთ, რას ეტყვით მზიას, რომელიც ახლა ეთერიდან გიყურებთ და საკმაოდ ამაღელვებელი იქნება მისთვის ეს ყველაფერი. მზიას მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რაც გაუკეთებია მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი პროფესიისთვის, ჩვენი გამოცემებისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ხო, და ასევე ვეთქვი როგორც მზიას, ისე ყველას აქ ვართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, უკანონო პატიმარს. რატომ შეარჩიეს მზია იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯათ? თქვენ რას ფიქრობთ? რა ვიცი, ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა იყო მათთვის, რომ მზია დაესაჯათ და კარგი სამიზნე იყო. თუმცა რთული მე ვიტყოდი მათთვის, იმიტომ რომ მზია არის მართალი ადამიანი, მართალი ჟურნალისტი,
და ამის ეშინია ავტორიტარულ რეჟიმებს. ამიტომ ებრძვიან მას და ამიტომ ებრძვიან მედიას, რომლითაც ეშინიათ, ცხადია. მზია ამაღლობელი გასულ წელს ზუსტად ამ დღეს ბათუმის სამხარეო პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს მას პოლიცია ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნას ედავებიან. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ უკვე პროკურატურამ დაიწყო მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა. თავდაპირველად ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ მზია ამაღლობელი 4 წლით დაეპატიმრებინათ და ციხეში გაეშვათ, თუმცა მოსამართლემ ის 2 წლით გაუშვა პატიმრობაში. მაკა ჩიხლაძე არის ჩემთან ერთად. მაკა, პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენ გვახსოვს, როგორ იდევნებოდნენ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, როგორ მიმდინარეობდა მათზე ძალადობა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლი იყავით თქვენც. თავდაპირველად მინდა რომ მზიას მიმართოთ, მისთვის რა გექნებათ სათქმელი და ბევრი წელია ამ პროფესიაში ხართ. მე ინტერესებს გახსოვთ თუ არა ასეთი რეპრესიები მედიის წინააღმდეგ, ასეთი დევნა და დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი. ანუ მზიას დაპატიმრება ჩვენთვის ყველასთვის იყო ყველაზე ხმამაღალი ნათქვამი მაშინ, რომ რეჟიმი ყველაფერზეა წამსვლელი, მას შეუძლია დააპატიმროს ადამიანები, რომლებიც მას უპირისპირდებიან, მის წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ, ამბობენ სიმართლეს და ასე შემდეგ. ანუ მზიას დაპატიმრება ერთგვარი აქტი იყო, რომელმაც ბევრი რამე გვითხრა ჩვენ, მაგრამ რას ვხედავთ ახლა ამ 1 წლის განმავლობაში? მზია არ გატეხილა, რა თქმა უნდა, რითაც ძალიან ვამაყობთ, ყველანი დარწველოდით ამას და არ გატეხილა არც ერთი ჟურნალისტი, ვის შესაშინებლადაც ეს აქტი ჩატარდა, ხო? ანუ არავის არ უთქვამს საკუთარ პროფესიაზე უარი იმის გამო, რომ დაჭერი შეეშინდა და მზიას ბედის გაზიარების არავის არ შეუცვლია რიტორიკა, არავის არ შეურბილებია ტონი ამ ხელისუფლების მიმართ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფუჭად ჩაიარა ხელისუფლების ამ მცდელობამ. ერთადერთი ვინც ახლა იტანჯება და არის დისკომფორტში ჩვენგან განსხვავებით, ჩვენი დისკომფორტები გვაქვს გარეთ, ვინც უმუშაობდა ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ პატიმრობას ხომ არაფერი შეედრება, ამიტომ მზია არის ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, თუნდაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგრამ აინც ყველაზე ამაყიდა თავისუფალი, მე ვფიქრობ და მე მინდა მას ვუთხრა, რომ არც ერთი დღე არ არის, როდესაც ჩვენის არ გვახსოვს, როდესაც მასზე არ ვფიქრობთ და როდესაც არ ვცდილობთ მის დახსნას ციხიდან, ეს ხომ სხვადასხვა გზით და ფორმით ხდება. და მინდა იცოდეს, რომ ძალიან ვამაყობთ მისით. რატომ შეარჩიეს მზია იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯათ, რა თქვა ამით ქართულმა ოცნებამ, რა უთხრა თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს? ზუსტად ეს უთხრა, რომ თუ თქვენც გააგრძელებთ ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მაშინ თქვენც იგივე ბედი გელით. ეს იყო, როგორც აღვნიშნე, აქტი, რომლითაც აჩვენეს, რომ ჟურნალისტის დაპატიმრება შეუძლიათ. ეს ხომ მანამდე ჩვენ არ გქონია. მზია იყო პირველი და მზია გამოიყენეს კარგად თან იმისთვის, რომ თითქოს და ეს არ ეხებოდა მის ჟურნალისტურ საქმიანობას, თითქოს პოლიციელს დაუპირისპირდა და ასე შემდეგ. ყველამ ნახეთ, ხო? რა დაპირისპირებაზე იყო ლაპარაკი, ლოყა აწითლებული ირაკლი დგებუაძეზე ვსაუბრობთ 1 წელია, რაც ძალიან დიდი სირცხვილია ჩემი აზრით. და მზიას ეს პროვოკაცია მოუწყვეს, თუმცა ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა მოხდა იმ დღეს სინამდვილეში, რისის საპასუხო იყო ეს ქმედება მზიას მხრიდან და ისიც ჩვენურად იციან, რომ უკვე ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ დააშინოს თავისუფალი და კრიტიკული მედია, არ გამოვიდა და არც გამოვა დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. წუთი წუთზე უკვე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება სოლიდარობის მსვლელობა თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს არის სიტყვები, რომელიც სწორედ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოედანზე აქტიურად ისმის, ეტაპობრივად იზრდება აქ მოქალაქეების რაოდენობა და ძალიან მალე უკვე დაიწყება მზია ამაღლობელის სოლიდარობის მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსკენ.